გამარჯობა, ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. პირველ რიგში მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და წინასწარ ამისთვის ყველას მადლობა. დღევანდელ ეპიზოდში შევეცდები განვიხილოთ ცენტრალური აზიის რეგიონი და ამ რეგიონში შემოვალი ქვეყნები. თუკი აქამდე ეს რეგიონი არსებობდა გეოპოლიტიკური ყურადღების მიღმა და მეტწილად მოიაზრებოდა როგორც პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელიც გარკვეულწილად მოსკოვის გავლენის ქვეშ არსებობდა, დღეს სიტუაცია მეტნაკლებად შეცვლილია. რეგიონი ბრუნდება გეოპოლიტიკური ყურადღების ქვეშ და ის იძენს ამ გლობალურ პროცესებში გარკვეულ ღირებულებას. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური აზიის შესახებ ცოდნა და საინფორმაციო ველი საქართველოში საკმაოდ მწირია, შევეცდები შემოგთავაზოთ რეგიონის აღწერა, სხვადასხვა პარამეტრები და ეპიზოდი იყოს მეტნაკლებად ინფორმაციული. ამ კუთხით პირველ რიგში ჩვენ უნდა შევეხოთ რეგიონის მოსახლეობას. ცენტრალური აზია არის გამონაკლისი იმ თვალსაზრისით, რომ ის პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ერთადერთი რეგიონი, სადაც მოსახლეობის რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა და თქვენ ფოტოზე ხედავთ თუ რა პროცენტული რაოდენობით მოხდა მოსახლეობის ზრდა სხვადასხვა ქვეყნებში. ყაზახეთში 12%, უზბეკეთში 77%, თურქმენეთში 65%, ყირგიზეთში 53% და ტაჯიკეთშიც, პრაქტიკულად 80%-მდე, აზერბაიჯანი არის კავკასიაში გამონაკლისი, რომლის მოსახლეობაც ასევე გაიზარდა. ჯამურად ცენტრალური აზიის მოსახლეობა არის 80 მილიონამდე, თუმცა ამ 80 მილიონიდან უმრავლესობა დაახლოებით 55 მილიონი მხოლოდ ორ ქვეყანაზე მოდის და ნომერ პირველი, ასე ვთქვათ, მოსახლეობით არის უზბეკეთი 35 მილიონით და ყაზახეთი არის დაახლოებით 20 მილიონამდე. ტაჯიკეთი არის დაახლოებით 10 მილიონი და 7 მილიონი არის ყირგიზეთი და თურქმენეთი. თუმცა ეს მოსახლეობა არ არის მთლიანად ამ სივრცეში გაფანტული. ის მოსახლეობის სიმჭიდროვე არის კონცენტრირებული თავად ამ ცენტრალური აზიის სამხრეთის ცენტრალურ ნაწილში. ძირითადად ეს არის უზბეკეთის აღმოსავლეთ ნაწილი და ტაჯიკეთის და ყირგიზეთის დასავლეთ ნაწილები და ასევე ყაზახეთის სამხრეთ ნაწილი, ქალაქი ალმა-ატა ყველაზე დიდი ქალაქი ყაზახეთში და შიმკეტი, რომელიც ორი ყველაზე დიდი ქალაქია ასტანასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ერთად მოიხსენებთ ცენტრალურ აზიის 5 ქვეყანას, მათ შორის ინტეგრაციული პროცესები 2010-იანი წლების დასაწყისამდე არ დაწყებულა. პირიქით, რეგიონში შემავალი რამდენიმე ქვეყანა საერთოდ ჩაკეტილი იყო და საკუთარ მეზობლებთან ჰქონდა გარკვეული ტიპის კონფლიქტები, მათ შორის მაგალითად ჩაკეტილი იყო მაგალითად თურქმენეთი, უზბეკეთი, გარკვეულწილად ყირგიზეთიც. სასაზღვრო კონფლიქტები არსებობდა ყირგიზეთს, უზბეკეთსა და ტაჯიკეთს შორის. თუმცა გასული წლიდან მოხდა ესეთი საინტერესო გარღვევა ამ თვალსაზრისით სამ მეზობელს შორის, ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და ყირგიზეთს შორის, როდესაც სამმა მეზობელმა გადაწყვიტეს, რომ მათი სასაზღვრო პრობლემები, ეგრეთ წოდებულ ფერგანას ველზე, აღმოსავლეთ ნაწილში, ცენტრალური აზიის რეგიონის ყველაზე ნოყიერ სივრცეში, სადაც ყველაზე ჭარბადაა მოსახლეობა რეგიონის, გადაწყვიტეს, რომ ეს სასაზღვრო პრობლემები მოეგვარებინათ და მიმდინარე წლის გაზაფხულზე გაფორმდა ეგრეთ წოდებული ხუჯანდის ხელშეკრულება ტაჯიკეთში, როდესაც მოხდა საზღვრების დელიმიტიზება ამ სამ ქვეყანას შორის და ეს სასაზღვრო პრობლემები ამ სამ ქვეყანამ ერთმანეთში მოაგვარა. გარდა ამ სასაზღვრო კონფლიქტებისა, რეგიონში არსებობს გარკვეული დავები წყლის რესურსების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კუთხით რეგიონი საკმაოდ მწირია. რეგიონში მხოლოდ ორი მსხვილი მდინარე მიედინება, სირდარია და ამუდარია და ეს ორი მდინარე კვებავს არსებულ ქვეყნებს სხვადასხვა მიმართულებით. თუმცა ამ მდინარეების წარმოშობის ქვეყნები არის ყირგიზეთი და ტაჯიკეთი და ეს ქვეყნები იყენებდნენ ამ წყლის რესურსს ელექტროენერგიის საწარმოებლად, მსხვილი ჰიდროელექტროსადგურების ასაშენებლად, რაც წყლის რესურსებს აკლებდა უკვე ბარში მდებარე ქვეყნებს, უზბეკეთს, თურქმენეთსა და ყაზახეთს, რომლებიც თავის კუთხით იყენებდნენ წყლის რესურსს ირიგაციისთვის და სოფლის მეურნეობისთვის. თუმცა ამ თვალსაზრისითაც გარკვეულწილად ესეთი შეთანხმებისკენ წასული პროცესი უკვე დაძრულია და გარკვეულწილად ეს შეთანხმება, ეს სტატუს კო აღდგება, რაც არსებობდა მაგალითად საბჭოთა კავშირის პერიოდში, როდესაც მაგალითად ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ელექტროენერგიას აწვდიდა დანარჩენ აი ამ სამ ქვეყანას, ხოლო ასე ვთქვათ თურქმენეთი, უზბეკეთი და ყაზახეთი ყირგიზეთს და ტაჯიკეთს აწვდიდა ნავთობსა და გაზს. ანუ ეს ორი ენერგია იცვლებოდა ამ ქვეყნებს შორის. დაახლოებით პროცესი მიდის იქამდე, რომ ეს 5 ქვეყანა შეთანხმდება აი ამ სტატუს-კოს აღდგენაზე, რაც კიდევ ერთ-ერთ ვთქვათ
მსხვილი, ასე ვთქვათ, ინტეგრაციული პოლიტიკური პროცესია რეგიონში. რეგიონში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და შიდა ეკონომიკური ინტეგრაცია საკმაოდ დაჩქარებულია ბოლო წლების განმავლობაში და ამისათვის არსებობს საკმაოდ ცხადი სტატისტიკური მონაცემი. მაგალითისთვის, რეგიონის თლიანი შიდა პროდუქტი ბოლო 8 წლის განმავლობაში 2.5-ჯერ გაიზარდა და $520 მილიარდ მიაღწია. ასევე ორჯერ და მეტჯერ გაზრდილია ამ ხუთი ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობა და უტოლდება $253 მილიარდ. ასევე გაორმაგებულია თავად ამ ხუთ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობებიც და ესეც აღწევს $11 მილიარდ, ხოლო შიდა ინვესტიციები ისევე ამ ხუთ ქვეყნას შორის არის 5.5-ჯერ გაზრდილი. მაგალითისთვის, ამ დროის პერიოდში უზბეკეთში შეიქმნა 1800 საერთო საწარმო, რომელიც ასე ვთქვათ იზიარებს ეს ხუთი ქვეყანა. ეკონომიკური თვალსაზრისით ბოლო წლებში ცენტრალურმა აზიამ შეიძინა საკმაოდ მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას საკვანძო როლი საერთაშორისო სავაჭრო დერეფნების კუთხით, რომელიც მეტწილად დაკავშირებულია ჩინეთის ერთი სარტყელი ერთი გზის პროექტის განხორციელებასთან. აქ თქვენ რუკაზე ხედავთ ევრაზიულ მატერიკზე საერთაშორისო სავაჭრო დერეფნებს და ცენტრალური აზია წარმოგვიდგება გარკვეულწილად აი ამ საკვანძად, რომელიც აკავშირებს ევრაზიული მატერიკის სხვადასხვა რეგიონებს ერთმანეთს. ამ დერეფნიდან უნდა გამოვყოთ უკვე არსებული ტრასეკას პროექტი, რომელიც ცენტრალურ აზიის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს აკავშირებს კასპიის ზღვასთან და შემდგომ კავკასიასთან. ტრასეკას მარშრუტი პრაქტიკულად იმეორებს ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტს, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ შუა დერეფნის სახით, რომელიც ამჯერად არა მხოლოდ ცენტრალურ აზიას აკავშირებს კავკასიასთან, არამედ ჩინეთს კავკასიასთან. ამასთანავე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო თვეების განმავლობაში პრაქტიკულად პირველად მოხდა ჩინეთისა და ირანის სარკინიგზო დაკავშირება, როდესაც სინძიანიდან წამოსული ეშელონი პირველად ჩავიდა თეირანში. ამ მარშრუტმა გადაკვეთა ცენტრალურ აზიის რამდენიმე ქვეყანა, კონკრეტულად ის შედის ყაზახეთში, კვეთს უზბეკეთს, თურქმენეთს და საბოლოოდ შედის ირანში. ეს რაც შეეხება ცენტრალურ აზიის როლს აღმოსავლეთის დასავლეთთან დაკავშირებისთვის, თუმცა ცენტრალური აზია ასევე მოიაზრება ჩრდილოეთის სამხრეთთან დაკავშირების ერთ-ერთ საკვანძო მარშრუტად და აქ მოიაზრება ჩრდილოეთის და სამხრეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც სანქტ-პეტერბურგის პორტს აკავშირებს ირანის ბანდარ-აბასის პორტთან და ერთ-ერთი მარშრუტი, როგორც რუკაზე ხედავთ, გადის ყაზახეთსა და თურქმენეთზე, ის ასტრახანიდან შედის ქალაქ აქტაუში, შემდგომ თურქმენეთის ქალაქ ბერკეთში და ჩადის თეირანში. გარდა ამ არსებული ინფრასტრუქტურისა, ასევე იგეგმება სხვადასხვა მარშრუტების დამატებაც, აი რუკაზე მოცემულია, მაგალითად, იგეგმება ჩინეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის დაკავშირება, ასევე ტაჯიკეთის, ავღანეთისა და თურქმენეთის დაკავშირება და საბოლოოდ ტრანსავღანური მარშრუტის შედეგად უზბეკეთის, ავღანეთისა და პაკისტანის დაკავშირება, რომელიც მე წინა ეპიზოდში ვახსენე. ჩვენთვის აქ საინტერესოა შუა დერეფნის მარშრუტი, რომელიც პრიორიტეტული გახდა 2022 წლის შემდგომ, რაც რუსეთსა და უკრაინას შორის დაიწყო კონფლიქტი და ჩინეთს სავაჭრო გზები ჩაიკეტა რუსეთზე გავლით ევროპის მიმართულებით და აქედან მოყოლებული ჩინეთის ყურადღების ქვეშ მოექცა აი შუა დერეფნის მიმართულება. მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად და პოტენციურად შუა დერეფნის მარშრუტ შეუძლია, რომ ტვირთების გადაზიდვის დრო შეამციროს, დღესდღეობით მას აქვს საკუთარი მინუსები და გამოწვევები, რაც მდგომარეობს გადაზიდვის ხარჯებში. მაგალითისთვის, თუ მაგალითად დღეს ჩრდილოეთის მარშრუტით ჩინეთს ერთი კონტეინერის გადაზიდვა უჯდებოდა დაახლოებით საშუალოდ $3000, შუა დერეფნის გავლით ეს გადაზიდვა ერთ კონტეინერზე დაჯდება $4000. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთების ოდენობა საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ, მოცულობებით გაიზარდა და ეს არის 350,000 ტონიდან 4 მილიონ ტონამდე ავიდა 2004 წლის ბოლოსთვის. იმისათვის, რომ შუა დერეფნის ხარჯიანობა შემცირდეს და ეს მიმართულება საინტერესო გახდეს ჩინეთისთვის და მომავალში პოტენციურად პრიორიტეტული, ამისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურული აღდგენა და განახლება როგორც ცენტრალურ აზიაში, ასევე კავკასიაში და სხვადასხვა დათვლებით ამისათვის საჭიროა 6 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელება ამ ორ რეგიონში. მსგავსი ტიპის თანხები ჯერჯერობით არ არის გამოყოფილი, თუმცა მიმდინარე წელს ჩინეთმა $200 მილიონი უკვე გამოუყო ცენტრალურ აზიის ქვეყნებს ამ მიმართულებით და ასევე ევროკავშირმა 12 მილიარდი ევროს გამოყოფა დაანონსა, რათა რეგიონში ეს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მოეწყოს. ახლა რაც შეეხება რეგიონში შემავალი ქვეყნების საგარეო პოლიტიკებს,
რეგიონში არსებული 5 ქვეყნიდან 4 მეტწილად ერთიანდება იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლის ლიდერებად გვევლინებიან ან რუსეთი, ან ჩინეთი. მაგალითისთვის, რუსეთის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო ორგანიზაციებში, მაგალითად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, იგივე ODKB-ში წევრიანდება ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ხოლო რუსეთის ინიციატივით შექმნილ ეკონომიკურ ერთიანობაში, ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრიანდება უზბეკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, მათთან ერთად ბელორუსი და სომხეთიც, ხოლო ჩინეთის ლიდერობით შექმნილი უსაფრთხოების ორგანიზაცია, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში წევრიანდება ეს 4-ვე ქვეყანა. ამ ორგანიზაციებში გაწევრიანებისგან თავს იკავებს რეგიონის მეხუთე ქვეყანა თურქმენეთი, რომელიც 90-იანი წლების შუა პერიოდიდან გვევლინება ნეიტრალურ სახელმწიფოდ, თუმცა ის არის თურქული ქვეყნების ორგანიზაციის სადამკვირვებლო, ასე ვთქვათ, დამკვირვებელი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ეს ქვეყნები წევრიანდებიან მსგავსი ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებში, არ არსებობს თავად ცენტრალური აზიის რეგიონული ორგანიზაცია, სადაც გაწევრიანდება 5-ვე ეს ქვეყანა და იმსჯელებენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვადასხვა ტიპის საკითხებზე, თუმცა არსებობს ყოველწლიური შეხვედრების ფორმატი, სადაც ყოველწლიურად ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან. ეს ამ ფორმატს ეწოდება C5+1 ფორმატი, სადაც გარდა ამ 5 ქვეყნისა მათ, ასე ვთქვათ, ხდება ერთ-ერთი საერთაშორისო აქტორი. აქამდე მსგავსი, ასე ვთქვათ, შეხვედრები გაიმართა ყოველწლიურად შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, გერმანიასთან, რუსეთთან, ჩინეთთან, იაპონიასთან და ეს ფორმატი დღემდე არსებობს. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნების ურთიერთობას მათ მეზობლებთან, გულისხმობ გეოპოლიტიკურ აქტორებს ჩინეთისა და რუსეთის სახით, ეს ორი ქვეყანა დღესდღეობით რჩება რეგიონის ქვეყნების მთავარ სავაჭრო პარტნიორებად და ამისათვის შეიძლება ჩავხედოთ ცენტრალური აზიის ორი წამყვანი ქვეყნის საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობებს, ყაზახეთისას და უზბეკეთისას. მაგალითად, 2024 წელს ყაზახეთის ექსპორტი წარმოადგენდა $91 მილიარდ და ამ თანხის 23% მოდიოდა იტალიაზე, რაც ამდა გასაკვირი იყოს, ყაზახეთი ახდენს იტალიაში ნავთობპროდუქტებისა და მარცვლეულის ექსპორტს, ხოლო შემდგომი საექსპორტო პარტნიორები არიან ჩინეთი და რუსეთი, შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლებით 18 და 12%. ხოლო 2024 წლის იმპორტი წარმოადგენდა $60 მილიარდ პრაქტიკულად ყაზახეთისთვის, საიდანაც მთავარი იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ ასევე რუსეთი და ჩინეთი 31-25%-ით. ხოლო რაც შეეხება უზბეკეთს, უზბეკეთისთვის 2024 წელს ექსპორტის მოცულობა წარმოადგენდა თითქმის $32 მილიარდ, საიდანაც საექსპორტო პროდუქტი ძირითადად გადიოდა რუსეთში 28%, ხოლო 12% წარმოადგენდა ჩინეთსა და ყაზახეთს. ხოლო რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს უზბეკეთმა მოახდინა $55 მილიარდი იმპორტი და მთავარი იმპორტიორი ქვეყნებიც აქ იყო ჩინეთი და რუსეთი. ყირგიზეთსა და ტაჯიკეთის შემთხვევაში სავაჭრო ბრუნვები ჩინეთთან და რუსეთთან კიდევ უფრო დიდი მოცულობებია, ხოლო შედარებით განსხვავებული სურათი გვაქვს თურქმენეთის შემთხვევაში, სადაც ჩინეთი არ თამაშობს დიდ როლს იმპორტ-ექსპორტის თვალსაზრისით, თუმცა რუსეთი რჩება ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა თურქმენეთისთვის, თუმცა მეორე ასეთი საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორი თურქმენეთისთვის არის თურქეთი და შემდგომ აზერბაიჯანი. რაც შეეხება უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას, როგორც აღნიშნე, რეგიონის ქვეყნები ერთიანდებიან როგორც რუსეთის ინიციატივით შექმნილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, ასევე ჩინეთის ინიციატივით შექმნილ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში. თუმცა რაში გამოიხატება ეს უსაფრთხოების თანამშრომლობა, მაგალითად რუსეთის შემთხვევაში, რუსეთს ყველაზე დიდი საერთაშორისო სამხედრო ბაზა აქვს ტაჯიკეთში, 201 სამხედრო ბაზა, ასევე მას აქვს ავიაბაზა ყირგიზეთში, კანტის ავიაბაზა და ხოლო ყაზახეთში აქვს არენდით აღებული ბაიკონურის კოსმოდრომი. ასევე აღსანიშნავია ის, რომ რუსეთი არის მთავარი იარაღის მიმწოდებელი რეგიონის ქვეყნებისთვის, გამონაკლისი აქაც არის თურქმენეთი და აქვე ცხილზე, გრაფიკზე ხედავთ, რომ ყაზახეთის შეიარაღების თითქმის 100%-ის მიმწოდებელი არის რუსეთი, ასევე დიდი მაჩვენებელი არის ტაჯიკეთის შემთხვევაში 60%-ზე მეტი, 50%-ზე მეტი ყირგიზეთისთვის და უზბეკეთისთვის თითქმის ნახევარი. როგორც ვთქვი, ტაჯიკეთისთვის მთავარი მიმწოდებელი აქ არის თურქეთი. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ რეგიონის ქვეყნების უმაღლესი სამხედრო პირები განათლებას იღებენ რუსულ სამხედრო სასწავლებლებში და ასევე ეს ქვეყნები ხშირად ატარებენ სამხედრო წვრთნებს რუსულ სამხედრო ძალებთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში.
ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობა რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონს არ ჭირდება გარე რესურსები, ბუნებრივი აირისა და ნავთობის კუთხით, მაგრამ მაგალითისთვის ყაზახეთის ნავთობი ექსპორტის თითქმის 80%-ზე მეტი რუსეთის გავლით, რუსეთზე ტრანზიტით მიეწოდება ევროპას და ეს ამ შემთხვევაში ასტანასთვის მნიშვნელოვანია. ასევე რუსეთი ამ ქვეყნებს თავაზობს ბირთვულ ენერგიას, ბირთვული რეაქტორების მშენებლობას, რადგან ამ ქვეყნებმა ეს ელექტროენერგიის დეფიციტი აღმოფხვრან რაც გააჩნიათ და ეს შეთავაზება როსატომმა უკვე გააკეთა ყაზახეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით და ყაზახეთი ახლოსაა იმას, რომ მან ასე ვთქვათ საკუთარ ტერიტორიაზე ააშენოს ბირთვული რეაქტორი. აქვე აღსანიშნავია ის, რომ რუსეთში არის საკმაოდ მსხვილი დიასპორები ცენტრალურ აზიის ქვეყნებიდან და მათი ფულადი გადარიცხვები საკუთარ სამშობლოში საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ამ ქვეყნების ეკონომიკებში. მაგალითისთვის არსებობს კონკრეტული სტატისტიკა 2022 წლისთვის ტაჯიკეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 32%-ს წარმოადგენდა ფულადი გადმორიცხვები, ფულადი თანხაში ეს არის 3 მილიარდ 200 მილიონი, ყირგიზეთისთვის ფულადი გადმორიცხვები მთლიანი შიდა პროდუქტის 27%-ს წარმოადგენდა და ეს არის 2.8 მილიარდი დოლარი და უზბეკეთისთვის გადმორიცხვები შეადგენდა GDP-ს მთლიანი შიდა პროდუქტის 18%-ს, რაც თანხაში არის 14.9 მილიარდი დოლარი. რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთზე შემოღებულმა საერთაშორისო სანქციებმა გამოიწვია ის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები გახდნენ მთავარი გადამყიდველი ქვეყნები რუსეთისთვის და ამან გამოიწვია ის, რომ ამ რეგიონის ქვეყნებსა და რუსეთთან საერთაშორისო ვაჭრობა საკმაოდ ესე ვთქვა რადიკალური რიცხვებით გაიზარდა. მაგალითისთვის 2022 წლიდან ყირგიზეთის ექსპორტი რუსეთში გაიზარდა 250%-ით, ყაზახეთის ექსპორტი გაიზარდა თითქმის 40%-ით, ყირგიზეთის 90%-ით, ხოლო უზბეკეთის 77%. რაც შეეხება რეგიონის საერთაშორისო ვაჭრობას ჩინეთთან, სავაჭრო ბრუნვა ამ ორ მხარეს შორის ბოლო წლებში კარდინალურად გაიზარდა და მან მიაღწია 90 მილიარდ დოლარს, რაც ორჯერ უფრო მეტია ვიდრე რეგიონის სავაჭრო ბრუნვა რუსეთთან. ასევე კარდინალურად არის გაზრდილი ჩინური ინვესტიციები რეგიონის ქვეყნებში, და მან მიაღწია 65 მილიარდ დოლარს. რუსეთისა და ჩინეთის გარდა ცენტრალური აზიით დაინტერესებულია რეგიონის სხვა მეზობელი ქვეყნებიც, მაგალითისთვის ირანი და თურქეთი, მაგრამ ირანის ურთიერთობა რეგიონის ქვეყნებთან საკმაოდ ესე ვთქვათ ემბრიონულ მდგომარეობაშია, გამომდინარე უახლოეს ისტორიაში ამ ურთიერთობების პრაქტიკის არ ქონიდან, თუმცა ეს ურთიერთობები თანდათანობით ინტენსიური ხდება, როგორც აღნიშნე, ასე ვთქვათ, სავაჭრო სარკინიგზო დერეფანი ჩინეთიდან პირველად ჩავიდა ირანში, რაც ასე ვთქვათ წინაპირობაა იმისა, რომ გარკვეულწილად ირანის ურთიერთობა ამ ქვეყნებთან მიმართებაში მომავალში უფრო ინტენსიური და აქტიური გახდება. რაც შეეხება თურქეთს, თურქეთი ცდილობს საკუთარი თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის ფორმატში ფეხი მოიკიდოს რეგიონში, ძირითადად ასე ვთქვათ კულტურული მიმართულებით. თუმცა როგორც ნახეთ ეს სხვადასხვა პარამეტრები, ასეთ მსხვილი სავაჭრო პარტნიორი თურქეთი არც ერთი ცენტრალური აზიის ქვეყნისთვის არ არის და არც სამხედრო პოლიტიკური გავლენის ზეწოლის ან რაღაცა საკუთარი ინტერესების გატარების შესაძლებლობა ამჯერად თურქეთს არ გააჩნია. თუმცა თურქეთს ასე ვთქვათ უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ამ თვალსაზრისით ვიდრე ამ შემთხვევაში ცენტრალური აზიის სამხრეთულ მეზობელს. აქვე საინტერესოა ავღანეთის პოზიციაც და ავღანეთსა და ცენტრალური აზიის ურთიერთობაც. თუ აქამდე, როდესაც ომი მიმდინარეობდა ავღანეთში, ცენტრალური აზიის ქვეყნების მთავარი გამოწვევა ის იყო, რომ ამ რეგიონში არ გადადინებული იყო ტერორიზმი. დღეს სიტუაცია შეცვლილია, რაც თალიბანი დაბრუნდა ხელისუფლებაში, რეგიონის სამმა ქვეყანამ თალიბანი ამოიღო ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან და თალიბანი აღიარეს ხელისუფლებად. ეს გააკეთა ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ყირგიზეთმა, თუმცა ტაჯიკეთი, რომელიც უშუალო მეზობელი ავღანეთის, ჯერჯერობით არ ჩქარობს ამ ფორმალური ნაბიჯის გადადგმას, თუმცა ტაჯიკეთი დღეს ასე ვთქვათ ელექტროენერგიას აწვდის ავღანეთს. რამდენიმე დღის წინ უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზოევმა გამოაქვეყნა სტატია სათაურით ცენტრალური აზია ახალი ეპოქის მიჯნაზე, სადაც ის აღნიშნავს იმას, რომ რეგიონი თანდათანობით იძენს ღირებულებას თანამედროვე გლობალურ ეკონომიკურ პროცესებში, ასევე გეოპოლიტიკურ პროცესებში, რომ რეგიონში არის ასე ვთქვათ დადებითი დინამიკა სხვადასხვა მიმართულებებით და ის აღნიშნავს მაგალითად იგივე ამ სასაზღვრო პრობლემების მოგვარებას უზბეკეთს, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის, იგივე ამ წყლის რესურსებზე დავების მოგვარების ტენდენციას,
იგივე აი ამ ეკონომიკური, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის გაღრმავებას რეგიონის შემავალ ქვეყნებს შორის, სავაჭრო ბრუნვის ზრდას, ინვესტიციების ზრდას, რომ ასე ვთქვათ, ყოველმხრივ, ასე ვთქვათ, რეგიონი გახდა პერსპექტიული სივრცე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა ის ხაზს უსვამს პოლიტიკური ინტეგრაციის საჭიროებას, რომ რეგიონს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგიონული ორგანიზაცია, რომ მოხდეს აი ამ თანამშრომლობის ინსტიტუციონალიზაცია და ის ასე ვთქვათ გამოდის ინიციატივით, რომ აი ეს ცენტრალური აზია პლუს 1-ის ფორმატი გახდეს ასე ვთქვათ პერმანენტული ორგანიზაცია საკუთარი სამდივნოთ, სადაც როტაციის პრინციპით ქვეყნის ლიდერები გახდებიან ასე ვთქვათ თავმჯდომარე ქვეყნები. ასევე ის აღნიშნავს, რომ უნდა გაძლიერდეს სამხედრო და სადაზვერვო სფეროში ამ ქვეყნების თანამშრომლობა. ასევე ის აღნიშნავს სავაჭრო ურთიერთობების გაიოლების აუცილებლობას და სასაზღვრო გადაადგილების გამარტივებას და ხაზს უსვამს იმას, რომ მაგალითად უზბეკეთმა გააუქმა საპასპორტო კონტროლი ყაზახეთის, ყირგიზეთის მოქალაქეებს და იგივე საპირებს მაგალითად ტაჯიკეთის მოქალაქეებისთვის. ასევე ხაზს უსვამს კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას, რომ ასე ვთქვათ რეგიონში უნდა გაჩნდეს გარკვეულწილად რეგიონული იდენტობა რეგიონის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საერთო ღირებულებებზე და კულტურაზე დაფუძნებით. ხოლო მეხუთე პუნქტად მირზოევი აღნიშნავს იმას, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკურ ტურბულენტურ გარემოში ცენტრალური აზიის ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ საერთო პოზიცია, ჰარმონიული პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოხდეს გარე აქტორების მხრიდან რომელიმე აი ამ ცენტრალური აზიის ქვეყნის გამოყენება საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, რაც გამოიწვევს აი ამ დაპირისპირებების ხელახლა გაღვივებას, აი ამ დეზინტეგრაციას იმ პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების, რაც ზემოთ აღწერე იმ დადებითი დინამიკის უკუქცევას, რასაც თავად მირზოევი აღწერს ამ სტატიაში. საბოლოოდ მირზოევი აჯამებს იმას, რომ თუ კი ეს დადებითი დინამიკა სხვადასხვა მიმართულებებით შენარჩუნდება და რეგიონი მოახდენს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ინტეგრაციას, მაშინ რეგიონი გადავა ახალ, ასე ვთქვათ, ეპოქაში, რითაც ცენტრალური აზია გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო რეგიონი ევრაზიის მატერიკზე. შეიძლება ვთქვათ, რომ მირზოევის ეს სტატია არის ესეთი მასშტაბური ხედვა რეგიონის განვითარებისთვის, რომელსაც შეიძლება უწოდოთ რაღაცა ტრაქტატი ცენტრალური აზიის მომავლისათვის. ბოლო დღეებში ცენტრალური აზია შეერთებული შტატების ყურადღების ქვეშაც მოექცა, როდესაც დონალდ ტრამპს თეთრ სახლში ეწვივნენ რეგიონის ქვეყნის ლიდერები. ეს შეხვედრა სხვადასხვა მემორანდუმებით დასრულდა, მაგალითისთვის ყაზახეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი დათანხმდნენ იმას, რომ მომავალში ისინი შეერთებული შტატებისგან შეიძენენ 35 ბოინგის ტიპის თვითმფრინავს, ხოლო უზბეკეთი მომდევნო 5 წლის განმავლობაში 35 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს შეერთებულ შტატებში, რაც საკმაოდ საეჭვოა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს თანხა საკმაოდ მოცულობითია უზბეკეთის მთლიან პროდუქტთან შედარებით. ასევე ყაზახეთისგან შეერთებული შტატები შეიძენს ნავთობპროდუქტებს და ყაზახეთი ფორმალურად შეუერთდა აბრაამის შეთანხმებებს, რომელიც გულისხმობს ისრაელის სახელმწიფოს აღიარებას, თუმცა ყაზახეთს ისრაელი უკვე აწლეულებია სახელმწიფოდ აქვს ცნობილი. ამ შეხვედრიდან სულ რამდენიმე დღეში ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჯომარტ ტოკაევი ოფიციალურ ვიზიტით მოსკოვსაც ეწვია, სადაც რუსეთსა და ყაზახეთს შორის გაფორმდა ეგრეთ წოდებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რომელსაც ტოკაევმა მარადიული მეგობრობის დოკუმენტიც კი უწოდა. ამ დოკუმენტის მიხედვით ორ ქვეყანას შორის სექტორული თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებით უნდა გაღრმავდეს, მაგალითად პრაქტიკულად გადაწყდა ის, რომ ენერგო სფეროში რუსული როსატომი ყაზახეთში ააშენებს ბირთვულ რეაქტორს. ასევე გადაწყდა ისიც, რომ ჩრდილოეთ სამხრეთ სავაჭრო დერეფნის მშენებლობა, რომელიც ყაზახეთზე გაელვის, ასე ვთქვათ, ცენტრალური აზიის შტო, ამ დერეფნის სარკინიგზო, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურის აღდგენა და მშენებლობა დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება და ასევე აღნიშნულია, ასე ვთქვათ, კულტურული ურთიერთობების მნიშვნელობა, რომ მაგალითად ყაზახეთში რუსული ენის სწავლება და რუსული სექტორების სკოლასა და უნივერსიტეტებში არ შეიზღუდება და პირიქით რუსეთში მაგალითად ყაზახურ კულტურას შეეწყობა ხელი. გამომდინარე იქიდან, რომ ცენტრალური აზიის რეგიონი მდებარეობს ორ გეოპოლიტიკურ აქტორს შორის, ჩინეთსა და რუსეთს შორის და ეს სივრცე წარმოადგენს ამ ორი ქვეყნის თანამშრომლობის, ეკონომიკური განვითარების და უსაფრთხოების ბუფერულ სივრცეს, მათთვის ეს სივრცე, ასე ვთქვათ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ეს მოცემულობა ქმნის, ასე ვთქვათ, ამ რეგიონს ყურადღების ცენტრში აქცევს შეერთებული შტატებისთვის,
გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულმა შტატებმა მოახდინოს პრევენცია როგორც აი შემდგომი ევრაზიული თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე ჩინური ერთი სარტყელი ერთი გზის პროექტის განხორციელების ამ მიმართულებით. ამ თვალსაზრისით შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ასე ვთქვათ ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება სამომავლოდ შეერთებულმა შტატებმა გამოიყენოს როგორც რუსეთის ასევე ჩინეთის საწინააღმდეგოდ, ეს არის რადიკალიზმი, სეპარატიზმი და ტერორიზმი, ხოლო შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტები ზუსტად აი ამ სამი ბოროტების შეკავებაა. თუ ჩავხედავთ ახლა ცენტრალური აზიის ქვეყნებს, პოლიტიკური რადიკალიზმის მომავალი პრაქტიკულად არ გააჩნია, იმიტომ რომ ეს ქვეყნები არის ფორმალური დემოკრატიები, რომელსაც აქვთ ეს მყარი ლიდერები ყავთ და რაც პოლიტიკური ოპოზიცია პრაქტიკულად არ არსებობს. ასევე ნაკლებად სავარაუდოა სეპარატისტული მოტივები გაჩნდეს ამ რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკულად ეს ქვეყნები არის ჰომოგენური, 4 ქვეყანა არის თურქული ხალხებით დასახლებული, ტაჯიკეთისგან განსხვავებით, ერთადერთი ასე ვთქვათ სანახევროდ სეპარატისტული რეგიონი არსებობს უზბეკეთში, ყარაყალპაკისტანის კუთხით, რომლებიც ყაზახებს უფრო ენათესავებიან ვიდრე უზბეკებს და მთავარი გამოწვევა რჩება ტერორიზმი და ტერორიზმი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს უიღურული ტერორიზმი და აქ არის ასე ვთქვათ სივრცე უიღურების ტრანზიტის სირიიდან ავღანეთის მიმართულებით და ავღანეთიდან შემდგომ ტაჯიკეთი უზბეკეთის მიმართულებით, რომლებიც შეიძლება შემდგომ სინძიანის რეგიონში ასე ვთქვათ მოხდეს მათი გადაყვანა, რომელიც ასე ვთქვათ უიღურების სამშობლოა და ნუ ეს პერსპექტივა და ეს გამოწვევები ამ შემთხვევაში არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ სირიაში უიღურთა ასე ვთქვათ დაჯგუფებები უკვე აღარ არის საჭირო და მათი ასე ვთქვათ მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. ცენტრალური აზია დღესდღეობით, როგორც რუსეთისთვის, ასევე ჩინეთისთვის წარმოადგენს სასიცოცხლო სივრცეს, გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად რუსეთისთვის ჩაკეტილია მისი დასავლეთ მიმართულება, ну ამ შემთხვევაში ევროპული მიმართულება და მან გარკვეული ორიენტირი აიღო აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება არის ზუსტად ცენტრალური აზია, ხოლო ჩინეთისთვის სამომავლოდ შეერთებული შტატები აპირებს ასე ვთქვათ შეკავების პოლიტიკის წარმოებას ჩინეთის აღმოსავლეთ მიმართულებით, წყნარი ოკეანის მიმართულებით, შესაბამისად მისი დასავლეთ ნაწილი, ცენტრალური აზია მისთვის რჩება როგორც ახსენე სასიცოცხლო სივრცეთ, ამიტომ მომავალში ეს რეგიონი ასე ვთქვათ იქნება გეოპოლიტიკური ყურადღების ცენტრში, როგორც ჩინეთისთვის, ასევე რუსეთისთვის, ასევე შეერთებული შტატებისთვის. დღეისათვის სულ ეს იყო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.